მოგესალმებით ჩემ არხზე, თქვენთან ერთად ნინა. დღეს მინდა ავწდე საქარგავ თემას და თქვენთან ერთად გავხსნა ორი ამანათი, ორი დიდი ყუთი ონლაინ მაღაზია ვაიკიკიდან. გადმოვინასვეთ მაგიდაზე, ავწიე ეს ყუთი დავდე და ახლა თქვენთან ერთად გავხსნი და ნახავ რა დევს შიგნით. ის გავხსენი. ყოველთვის აყოლებენ ანგარიშ ფაქტურას, invoice, რომლის საფუძველზე შევძლებთ შემდეგ დაბრუნებას თუ რამე არ მოგვეწონება, ან იგივე ხარისხის არ აღმოჩნდება, რასაც ველოდებოდით. მოკლედ, ამ ამანათში გამოვწერეთ თეთრეული და ჭურჭელი. ესე იგი, მოდი დავიწყოთ ჭურჭლიდან. ეგ არის თეფშები, რომელიც გამოვწერე. წესით 3 ცალი უნდა იყოს, მაგრამ ნახეთ რამდენი დევს შიგნით. სხვათა შორის ძალიან იაფი დამიჯდა, თითო თეფში მე მგონი 6 თუ 2.5 დამიჯდა. ასეთი ლამაზი თეფშები მოყვა. სხვადასხვა ფერები, სხვათა შორის ახლა გაჩვენებთ. ერთი ესეთ გარდამავალ ფერშია, მეორე ჭყელებიანი. მე მგონი ძალიან ლამაზია, მე თან ვარდისფერი ფერი ძალიან მიყვარს. ასეთი. მაქვს 3 ცალი, კი ბატონო, აგერ მეორე შეკვრა და მესამე შეკვრაც. აქეთ არის. შემდეგ გამოვწერე კიდევ ესეთი დიდი ზომის თასები. ესე ძალიან იაფი დაჯდა, თითო თასი მე მგონი 4 თუ 5 ლარი. თუმცა, რაცა ვერ გავხსენი, დაშლილია კოლოფი, ერთმოცოთ, აქედან იხსნები რაღაც დაიშალა კოლოფი. ესეთი ლამაზი თასები. შეიძლება გამოვიყენოთ სალათებისთვის, რა ვიცი, თუნდაც კბილეულისთვის. არა აქვს მოკლედ მნიშვნელობა, მაგრამ მე ძალიან მომეწონა ეს თასები. შეკვრაში არის 2 ცალი. ესეც მეორე. გადავდოთ ამას. ისევ თასები. ესეც დაშლილ კოლოფშია. ალბათ მგზავრობისას გაფუჭდა. შემდეგ გვაქვს ესეთი ხის ჯამები. ძალიან აქტუალურია ამ ბოლოს ხე. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, როგორც კარგი დიასახლისი, მეც გქონდეს ხის ჭურჭელი. აკაცია ვუდ. მოკლედ ესეთი ძალიან კარგია, გატყილიც არ არის. თუმცა სუნი არ აქვს, მაინც და მაინც კარგი, მაგრამ ვფიქრობ გავუვა ერთ ცუდი სუნი. ესეც მეორე. ძალიან მიყვარს კარგი თეთრეული. თეთრეული შევიძინებ, თუმცა ამ ნაკრებს არ მოყვება ზეწარი. ეს ვიცოდი მე, შემდეგ რამე ზეწარს შევურჩევ. ნახოთ ერთი როგორია. გავხსნათ უბრალოდ, იმიტომ ჩემთვის ვიყიდე, მაინც უნდა გავხსნო, უნდა გავრეცხო გამოყენებამდე და ჩავჭყიტოთ აბა როგორია. ეს არის ბალიშის პირები. გრძელ ბალიშზეა გათვლილი. რავი, ჯერჯერობით ყველაფერი მომწონს. ერთხელ ასე გამოვიწერე და დეფექტიანი ჩამოვიდა. ზეწარი ქონდა გახეული და დაბრუნება მომიწია. და ზუსტად ნახეთ
ეს ბალიშისპირები გაჩვენეთ. საგნისპირსაც ვნახავთ. ორფერში უნდა იყოს და კი ბატონო, ორფერში არის ნამდვილად. თუმცა საიძე იდო უფრო მკვეთ ფერებში ვიდრე არის ეს. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს ფერები უფრო მომწონს. ზუსტად ასეთ ფერში გამოვწერე გადასაფარებელი. გავხსნი ამასაც და ვნახავ, აი ასეთი გადასაფარებელია. თხელი. და ასევე თეფშებს მივაგენი. სულ არ მახსოვდა თეფშების შესახებ. და კიდევ ერთი ფუმფულა გადასაფარებელი. აი ზუსტად იგივე ნახატით. და ძალიან ფუმფულა და სასიამოვნოა. თუმცა ძალიან სქელი არ არის, თხელია. კუთხესაც ვერ პოულობ, აგერ ვუპოვე. ნახეთ, ესეთია, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა. უკვე ესეთი მაქვს უკვე სახლში, ვაიკიკიდან გამოწერილი და ძალიან კარგია სახმარად. აი, ძალიან კარგია, რა ვიცი. ეს ძალიან სასიამოვნოა, რაღაცა ნაირად ბარხატივით არის. სხვა დროს ბაზრობაზეც მიყიდია, თუმცა ესეთი როგორც ბარხატი, ანუ ესეთი მაინც და მაინც არ ეყო. გარეცხვის შემდეგ თავის ფაქტურას იცვლის, მაგრამ ეს გარეცხვის შემდეგ არასდროს არ იცვლის თავის ფაქტურას. ანუ რომ მაქვს და ვიცი, იმიტომ ვფიქრობ, ესეც ასეთი აღმოჩნდება. კარგი. ესეც ვნახე და ბოლოს თეფშები გამოწერე ძალიან ლამაზი. ახლა გაჩვენებ, ბოლოს სამი ერთეული ავიღე. აი ნახეთ რა ლამაზი თეფშებია. 7 ლარი თითო თეფში. თუმცა ძალიან მაგარია და ძალიან ლამაზია, ნახეთ. ისე ვარდისფერ ფერებში. 1 2 და 3. არა, ძალიან კარგია, ძალიან მომწონს. ახლა გავხსნით მეორე ამანაც. ცოტათი გავცივდით, თუმცა ვიდეოს ჩაწერა ძალიან მინდოდა. გავცივდი რა ვირუსი ამეკიდა. და ვცდილობ ახლა გავხსნა ეს ამანათი, რომ გაჩვენოთ რადევს შიგნით. თუმცა არ გამომდის. კარგად. აქ რა არის? სხვადასხვა სისულელე. არ ვიცი, მაგრამ იმ მომენტში მე ეს მჭირდებოდა. აქვედეს ფაქტურა, რომლის საფუძველზე დავაბრუნებ თუ რამე არ მოგვეწონება. იმ ამანათში, რომელიც გავხსენი მანამდე, ყველაფერი ძალიან მომეწონა. ამიტომ არაფრის დაბრუნებას არ ვაპირებ, თუმცა ხის ჯამებს, რომელიც გაჩვენეთ, ცოტა არასასიამოვნო სუნი აქვს, მაგრამ ვფიქრობ გაუვა, ალბათ დამუშავებულია რაღაც ხსნარში, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ან რაღაცნაირი წებოვანი სუნი აქვს. მაგრამ ვფიქრობ გაუვა და დაბრუნებას აღარ ვფიქრობ ამისას. თუმცა ნახოთ რა ხდება ამ ამანათში. ესე იგი რა გამოვწერე აქ. ეს არის საბავშვო, ბავშვი პატარა მყავს, მე-4 კლასელი ბიჭი. და აი მისთვის სასკოლოდ გამოვწერე, გამოიყენებს. ესეთი ნაკრებია, თავისი როგორც ხედავთ, ბლოკნოტი აქვს, ფანქარი, სახაზავი, ეს რა არის? ეს სათლელია და საშლელია. აი ასეთი სიმპათიური სონიკის ნაკრები. შემდეგ მაქვს მაისური. ბარსელონა ძალიან უყვარს და ბარსას მაისურია, იმედია მოეწონება. აი ასეთი საყვარელი მაისურია. შემდეგ ჭიქები. ძალიან გვიყვარს ფისოები და ფისოების ჭიქებია. თუმცა ესენი არის ძალიან დიდი ზომის. ძალიან დიდია, საკმაოდ დიდია. 570 მილilitrიანია ეს ჭიქა.
კარგი, კიდევ კარგი რომ 2 ცალი გამოვწერეთ, თორემ ძალიან დიდია. მაგრამ შეხედეთ რა აქვს, აი საზომი აქვს. აი თუმცა აი როცა ვაკეთებთ რამე საჭმელს, მაგალითად ნამცხვარს და გვჭირდება სითხის გაზომვა. აი ვზომავთ ამ ჭიქის მეშვეობით, ძალიან კარგია, ნახეთ. 500 მილilitrამდე არის აღნიშნული და ისა 570-ია სრულად თუ გავავსებთ წყლით. შემდეგ ისევ ჭიქები. აი ასეთი ჭიქებია. გავხსით ნახავთ. აი ასეთი საყვარლობა. ძალიან ლამაზია. რა ძალიან მომეწონა, ძალიან საყვარელია. ცოტა გაციებული ვარ და აი ხმა არ მივარგა ალბათ, მაგრამ ნუ მიწყენთ ამის გამო. აუცილებლად გამოწერეთ ჩემი არხი თუ მოგეწონება და ბევრ რაღაც საინტერესო რამე შემოგთავაზებთ ჩემ არხზე. მეორე ჭიქა არის განსხვავებული. განსხვავებული ნახატით, აი 1 2 და მესამე ჭიქაში, აი როგორია ნახეთ? სხვადასხვანაირი ფისოებია ზეთ. ძალიან საყვარლობა, ძალიან მომეწონა. ესეთი გამოვწერე 2 შეჭრა, თითოეულში 3 ჭიქა. ესეც ზუსტად ესეთია. გავხსნით და ვნახავთ. კი ბატონო, ზუსტად ეგეთია. აი, ასეთია ზუსტად. კარგი. მომდევნო ჩვენი ნივთი რა არის? 2 ცალი პირსახოცი მაქვს გამოწერილი. გახეული პარკით არის მოსული, ეს უკვე აღარ მომეწონა. რატომ უნდა იყოს გახეული პარკით? რა გაჭირვება აქვთ, ეხლა პარკი გქონდეთ გახეული. 1 2 3 4 რავი 50-80 სანტიმეტრზე ეწერა ზომები. ვაი. თუმცა ამგონია ასე დიდი ზომის იყოს. თან ძალიან ძვირი გადავიხადე შიგნით 18 ლარი. მაგრამ ამ ფისოების გამო ავიღე. ფისოები ძალიან საყვარელია. ნუ მოკლედ არ ვიცი. რას ვიზამ დავაბრუნებ, დავიტოვებ, აღარ ვიცი. ამასთან დაკავშირებით. ესეც ზუსტად ესეთი პირსახოცია. აი ბოდიში დავი. კარი კამერა. შემდეგ მაქვს კიდევ ესეთი ხის. ხის დასადგამი. მაგრამ დაზიანებულია. ნუ ამას დავაბრუნებ. ეს არ მომეწონა. რა თქმა გაბიჭებული. ნატეხით სადმე არ ჩანს. შემდეგ მაქვს ესეთი დასაფენი. უკუღმა გაჩვენეთ, ასე განახებთ. ნახეთ რა საყვარლობა. ზუსტად იგივე ფისოები. რაც არის გამოსახული პირსახოცზე, ნახეთ. ოღონდ პირსახოცზე არის 3 ფისო. და აქ 5 ფისოა. საინტერესო, ჭიქებზეც იგივეა გამოსახული თუ არა? არა, ჭიქებზე სხვა. მოკლედ ეს არის ჩვენი რაც ვიყიდ. კიდე გრაფინა მაქვს. დოქი. თუმცა დოქი არ არის. ესეთი წყლის ჭურჭელია. არ ვიცი რამდენად ჩანს კამერაში. არ ვაკვირდები კამერას, იმედია კარგად ჩანს ყველაფერი. აი ზუსტად ეგეთი ფისოებით. ზემოდან აქვს ჭიქა. ეს ალბათ რა ვიცი, ინდივიდუალური საჭიროებისთვის. იმიტომ რომ ჩვენ სხვადასხვა ჭიქებს სხვა ჭიქებით სვამთ სახლში, ანუ ერთი ჭიქით ასე არ სვამთ. აქაც ნახეთ, წყლის საზომი აქვს. მოკლედ ესეთი წყლის ბოთლია.
კარგი. და კიდევ ერთი თეთრეული მაქვს. ეხლავე გაჩვენებთ ამ თეთრაულსაც. თეთრეული ჩავარდა ფასდაკლებაში და ამ სრულ კომპლექტში, ორსაწოლიანი სრულ კომპლექტში, რომლის ზომა 200-220-ზე, როგორც მე მახსოვს, გადავიხადე სადღაც 64-68 ლარი. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ გავხსნიდა ვნახავთ. შეფუთვა უკვე აქედანვე არ მომწონს. ნახეთ, უბრალოდ დახეულია. სხვა დროს როცა გამოვიწერე თეთრეულები მოვიდა თავისი, ანუ კარგი შეფუთვით, თავი თეთრეული გადაკრული იყო კარდონზე, ან არაფრის ხარისხით არ ჩამორჩება მანამოს, თუმცა მანამოს თეთრეული ტაჩის მაღაზიაში ძალიან ზვირი ღირს დამეთანხმებით. გავხსნით ახლა ვნახავთ რა ხდება, მოკლედ ამ თეთრეულში. ან ესეთი თეთრეულია, შეფუთვა არ მომწონს, დაკეცილი ძალიან ცუდად არის. ეს არის მაღაზიის დიდი მინუსი, რაზეც პრეტენზიასაც, ანუ პრეტენზიი დავრეკავ აუცილებლად და აღვნიშნავ ამას, თუმცა მთავარია ახლა იყოს შიგნით დაუზიანებელი. გავხსნით, ჩავჭყიდა, რა ხდება? ჩემს საყვარელ ფერებშია. და ჩემი საყვარელი ფერი ასე რატომ შეფუთეს? და ჩავხედავ ახლა რა ხდება შიგნით. სურათზე მოკლედ გვაქვს უკვე ნაჩვენები როგორია, ბალიშის პირები უნდა კონდეს ყვავილოვანი, საბნის პირი უნდა იყოს სხვადასხვა ფერებში, ანუ ორ ფერში და ზეწარი ერთ ფერში, ვარდის ფერში. ანუ ეგ არის ზეწარი. მე კარგად გავშლი ამას საწოლზე და ვნახავ როგორია. მოკლედ ორი ბალიშის პირი. ბალიშის პირებს მე ბალიშის პირები არ არის. მე მგონი არ არის. ბალიშის პირები არ აქვს შიგნით სასწაული. აი რა უნდა გააკეთო ახლა დაბრუნებას ექვემდებარება ეგ უკვე. ბალიშის პირები არ ქონია შიგნით. ასე როგორ შეიძლება? ძალიან დიდი მინუსი ამ მაღაზიას, არ ვიცი. ეს რა არის? კარგი, თუ მოგეწონა ჩემი ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, დამილაიქეთ და შემდეგ ახლო მომავალში ისევ ახალი ვიდეოთი დაგიბრუნდებით. კარგად იყავით და მშვიდობიანი დღე.